მივდივარ ფსიქოლოგთან მირჩიოს რამე. ნათი არის გადაბრუნებული ტვინი, რომლის მოსმენაც მაინტერესებს. ფსიქოთერაპიის იდეა ხო ის არ არის, რომ ვიღაცამ გარედან რაღაც მოგაჯადოს, რომელმაც უნდა გადაუწყვიტოს რამე. თუ ფსიქოთერაპევტთან დადიხარ, საკმარისად ინტელექტუალური ხარ, რომელიც შიგნით იყურება. აჰა, შენ სამყარო რას გიტყვის? პატივისცემა. ოხ! ვაუ! საერთოდ პატივისცემაც, სიკეთეც, ყველაფერი ეს არის კეთილი ნების არჩევა. სულაც არ ნიშნავს ეს, რომ ჩემში არ არის ის მონსტრი, რომელიც ჩვენში ყველაშია. სიტყვას თავისთავად არ გააჩნია მნიშვნელობა. ჭეშმარიტება მოუხელთებელია და ის არ შეიძლება იყოს ერთადერთი. ბევრს რო შრომობთ, მე აუცილებლად უნდა თავი დავიჯილდოო. სელაპივით ვარ თქო, რომ ყოველი გაწეული სამუშაოს მერე უნდა დამაჯილდოვო. ნაკლებ პატივს ვცემდი ჩემს საკუთარ არსებობას. იდეალურად აღწერე ის ჩვენი სიმარტოვე, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი, რომლისთვისაც ფსიქოთერაპია მხოლოდ პროფესია არ არის. ის არის თანაარსებობა ადამიანის შინაგან სამყაროსთან, კლინიკური ფსიქოთერაპევტი და ცენტრ კამარას თანადამფუძნებელი. მისი პროფესიული ენა ფენომინოლოგიაზეა აგებული, რომელიც აღიარებს განსხვავებულ ხედვებს, გამოცდილებებსა და ჭეშმარიტებებს. ნათიას ჯერა, რომ ფსიქოლოგი არ გასწავლის ცხოვრებას, ის გაძლევს ინსტრუმენტებს შინაგან სამყაროზე დაკვირვებისთვის. ეთერში არის კაცმანის სხვა პოდკასტი. მე მყავს სტუმარი, რომელსაც დიდი ხანია ველოდები. დავემთხვიეთ ერთმანეთს ბოლო-ბოლო. როგორც იქნა გადადებული საქმე, მაინც მოხდა, ანუ მოსახდენი მაინც მოხდება. ჩემთან სტუმრად არის ნათია ფანჯიკიძე, ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, დიდი ხანია მეგობრობ, დიდი ხანია თვალს ვადევნებ და დიდი ხანია მინდა პოდკასტში მოვიყვანო. იცი რა სად დაგიძახე და რაში დაგვატიჟე. ისე ვინც არის ის ნათია არა მარტო კლინიკური ფსიქოთერაპევტი ისტორია, არა მარტო კლინიკური ფსიქოთერაპევტი, ასევე არის ცენტრ კამარას დამფუძნებელი, ერთ-ერთი პირველი ცენტრი არის საქართველოში. შეიძლება ითქვას ერთ-ერთი. ერთ-ერთი პირველი ცენტრი არის და ეხლა რაღაცა მუზეუმი შემოიყვანე, ხო? Living მუზეუმი, ხო, თუმცა სიტყვა მუზეუმი აბნევს ხოლმე ხალხს და გონიათ, რომ ეს არის რაღაც ხელოვნების ტერიტორია, უშუალოდ ხელოვნების ტერიტორია და რეალურად არის ხელოვნების ტერიტორია, მაგრამ ისევ და ისევ ფსიქოთერაპიას უკავშირდებოდა და მენტალურ ჯანმრთელობას. კაი, ამას ყველაფერს ოფიციალური სახელი რო ქვია, არაოფიციალურად ჩემთვის ნათი არის გადაბრუნებული ტვინი, რომლის მოსმენაც მაინტერესებს. ანუ არაოფიციალური ვერსია რატომაც ხარ აქ პეგარი სინამდვილეში. მე მხოლოდ გადაბრუნებული, ახლა დაალაგებული ტვინი ხო, ძალიან ისეთი დაალაგებული და ისეთი მოსასმენია, 7. და გადაბრუნებული არის საინტერესო მოსასმენი, ესე ვიტყოდ. იცის რა ჩიტოსნებს ეპატიჟები მოკლედ. კი, ზუსტად. იცი რა სიტყვებია აქ? იცი შეხოთაშორის დავიტოვე ეს პოდკასტი როგორც სიურპრიზი. არ განვეწყე, არ მოვემზადე, ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რაღაცა იყოს ექსპრომტული გარემო, სპონტანური გარემო და ой, ამშვენიერი. აქედან გამომდინარე, რო გითხრა, რომ აი შევისწავლე, სად მოვდიოდი თქო, მოგატყუებთ სპეციალურად გავაკეთე ეს. რა დამოკიდებულება გაქვს ზოგადად სიურპრიზების მიმართ? სიურპრიზების მიმართ ვერ გეტყვი, რომ ძალიან გიждები და მიყვარს. იმიტომ რომ სიურპრიზი ერთგვარად სტრესულია, ხან დადებითად სტრესული და ხან უარყოფითად სტრესული. მაგრამ მიუხედავად ამისა ცნობის მოყვარეობა რა თქმა უნდა მაქვს. აი, რომელიმე აქ არის ხა მასი სიტყვა აღარ არის, რამოდენიმე სტუმარი იყო და თითოეულ სტუმარს მიაქ აქედან სიტყვა. ისაკუთრებენ ამ სიტყვას. მე ჩემო რა მომხვეჭელობა. როგორი საინტერესო არის, იცი, მიუხედავად იმისა, რომ ისაკუთრებენ, მაინც ვეხებით, რომ ვიწყებთ რაღაცაზე საუბარს, აქ იმდენი მაღალი რეგისტრის სიტყვებია, რაღაცას რომ ამოიღებ, იმ 20 სხვასაც გინდა არ გინდა შეეხები, სხვანაირად არ გამოდის, მაგრამ ისაკუთრებენ, აი მიაქვთ და მეც მიხარია რომ მიაქვთ ეს სიტყვები. ხო და რამენაირი სიტყვა არის, რომელიც დღევანდელ კონტექსტში შენთვის აი ყველაზე ისე, როგორ თქვა, ანათებს შენ ცნობიერებაში ეხლა. თუ არ არის, თუ უბრალოდ ეგრევე შევყვეთ და მივენდოთ სამყაროს და იცი რადგან დრამატურგია ამ სიტუაციის შენ ხარ, როგორც მიკარნახებ, თუმცა რაღაც სიტყვა, აი პირველი სიტყვა ხარ რომ მითხარი, პირველი არის სილამაზე. სილამაზე. დღეს არის
საიდან შემოვიდა ეს? რატო გახდა აქტუალური ეს სიტყვა შენთვის ამ წამს? მე მგონი სულ არის, რა თქმა უნდა, არა მარტო ეს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სიცოცხლე გვიხარია, რატომაც აი სილამაზით ტკბობა არის ამ ქვეყნად დამაგრების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჩემი აზრით. სატკბები სილამაზით შეცხოვრება. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ამ ტერიტორიაზე. ყველაფერში პოულობს სილამაზეს? ნუ ეხლა სულ ყველაფერში შეიძლება ვერ ვიპოვო, რა თქმა უნდა, მაგრამ საკმარისად პოულობ იმისთვის, რომ აი რაღაც ახტაცება შევინარჩუნო იმითი, რომ გათენდა. შემოვიდა ბენეფიტი სილამაზის, ახტაცება. აი თურმე რატო გინდა სილამაზე? ანუ ახტაცება გინდა და სილამაზე ამის გზაა. სილამაზე გადარჩენის გზაა თან. აი, მაგიტომაც სილამაზე გაინტერესებთ, გამოიწერე ჩვენი არხი და ნახავთ ბერლამას ამბავს. აჰა, შენ სამყარო რას გეტყვის მაშინ? რაზე უნდა სამყაროს მე და შევილაპარაკოთ? პატივისცემა. ოხ, ვაუ! შეხოთშორს ეს არის ჩემი მეორე უსაყვარლესი სიტყვა. სამყაროს ყვარები ხარ შენ. პატივისცემა, კი, ჩემი სიტყვა შემხვდა ნამდვილად, თუმცა არ ვიცი ხა როგორ ჩანს ისეთი ჩამონათვალი გაქვს, რომ ნებისმიერი სიტყვა კმაყოფილს დამტოვებდა, მაგრამ გაგიხარდა? ძალიან. ან პატივისცემაზე რო ვილაპარაკებთ, გაგიხარდა ეგ ამბავი. ნუ ხო შეიძლება სხვა ნებისმიერი ყოფილიყოს, ბევრი სხვადასხვა სიტყვები. რა ვიცი, გამოუშვიკიდე თუ კი. არა, დავჭი. თანაც მე არა ვარ მესაკუთრე, მე ვარ გამზიარებელი და შემდეგ ამ სიტყვებს დავუტოვებ, სხვებს არ ჩავიჯიბავ. არა, ჩვენ გადავთ. ჩვენ მაინც ან დავიტოვებ და ნათია ფანჯიკიძეს დავაწერ სიტყვას. ნათიასგან დავიტოვებ. მოდი პირველი რეაქცია რა არის ამ სიტყვაში? პატივისცემა ყოვლის მომცველი არის ჩემთვის, იმიტომ რომ ის გულისხმობს იმ სილამაზის პატივისცემასაც, რაც არის რომ მაგალითად რო ხედავ სილამაზე ლამაზ მინდორს, რომ რაჭაში ვიყავი შარშან გაზაფხულზე. შარშანწინ. და იმ სეზონს დავემთხვიე, როდესაც ბაბუაწვერების ფორმით არის, ანუ არა ყვითელი ყვავილობის პერიოდი რო აქვს, არამედ უკვე რო ტრანსფორმირდება აი ამ ჰაეროვან მშვენიერებად. და ჩვენ გვიდგას ეზოში 4 ვაშლის ხე. და რადგანაც გაზაფხულზე ხშირად ვერ ვახერხებთ ჩასვლას, რომ ეს ვაშლის ხეები იყოს გასხლული, მოვლილი და რაჭა იმდენად ცარიელია, რომ მუშა ხელიც ჭირს, რომ სთხოვო ვინმეს, რომ ეს შესმაგივრად გააკეთოს, ეს ხეები არასდროს გასხლულა. და ხეხილს ყოველთვის ხლავენ, იმიტომ რომ ადვილი მოსაკრეფი იყოს და თანაც კიდევ დაბალი ხე ამსხვილებს ნაყოფს. და ეს ჩვენი ხეები არის გაველურებული ცაში ატყორცნილი და ზაფხულში რო ჩავდივართ არის აი ეს წითელი ვაშლები ცაში. რაღაც უამრავი. და რო ჩავედით გაზაფხულზე, წარმოიდგინე რომ იდგა 4 გრანდიოზული თეთრი თაიგული შუა ეზოში. ჰაეროვანი რაღაცა საოცრება და მინდორი იყო ამ ბაბუაწვერებით სავსე. გეგონებოდა რომ მინდორი არის გამჭვირვალე საპნის ბუშტებივით, რომელზეც აი მოთიბვა კი არა, ფეხის დაბიჯების რო გერიდება თითქოს. აი ეს არის რაღაცნაირად იმ მშვენიერი კადრის პატივისცემა. აი ესეც კი არის პატივისცემა. შემოგრახწერა რა, ანუ რაღაცნაირად გავისეირდი იმ მინდორზე. ხო, ეს იყო რაღაცნაირად საოცრება. მართლა მისტიკური იყო ეს ყველაფერი. სასწაული იყო და აი რომ გინდა რომ ჰაეროვანი იყო, რომ აი ამას ფეხი არ დაადგა, არ დააზიანო. აი ეს მოკრძალება, ეს პატივისცემა, რომელიც გიჩნდება მშვენიერების მიმართ მადლიერება, რასაც ხედავ კიდე მადლიერებაც შედის ამ პატივისცემაში. თუნდაც ადამიანს რო პატივისცემ რაღაცნაირად, აი მადლიერი ხარ, რომ ეს ადამიანი არსებობს. ხე საინტერესოა. ესე იგი სამი სიტყვა უკვე ამოიღო აქედან. მადლიერებაც ამოიღო, სილამაზეც ამოიღო, ახტაცებაც ამოიღო და პატივისცემა. 4 სიტყვა ამოღებული გაქვს. ხა აი მაგაზე ვაბა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რითი დაიწყებ. მაინც საბოლოოდ მაინც ხო რა თქმა უნდა რაღაცნაირად ეს ფასეულობითი სიტყვები არ არის ურიცხვი და ხო ბუნებრივია და იცი როგორი იდეა არის აქ და მაგ იდეაზე მაინტერესებს შენი ინტერპრეტაცია. ეს სიტყვები რატომაც ჩავდე ამ ყუთში. მაქვს ეგეთი თეორია, რომ თუ 100 სიტყვაზე ერთმანეთს მოусმინეთ და გაუგეთ, არ არის აუცილებელი რომ შევთანხმდეთ.
როგორც მინიმუმ გაუგოთ ერთმანეთს, რომ უი, შენთვის პატივისცემა ეს ყოფილა და შენთვის ეს არის და უი რა მაგარია შენ განსხვავებული ხედვა ქონია. აი თუნდაც მაგ ტერიტორიაზეც რო გავისეირნო, ის კი არა რომ ახტაცდეთ რომ ერთნაირად გვესმის. ახტაცეთ მათ შორის იმითი რომ ერთნაირად არ გვესმის და რა მაგარია რომ ერთნაირად არ გვესმის რომ რა თქმა უნდა. უიმე თურმე და ნახე როგორ რაღაც არის მე გამოვდივარ ეგეთი დაშვებიდან რომ ჩვენ ვოპერირებთ სამყაროში ისეთი დაშვებით რომ თითქოს ერთნაირად გვესმის სიტყვები და ამ დაშვებიდან რომ ვოპერირებთ მე ვიქმნით მოლოდინებს მე ვიქნით რაღაცა სცენარებს მე ძალიან მტკივა გული გვიცრუდება განცდება რომ არა ვართ მოსმენილები არა ვართ გაგებულები არა ვართ დანახულები ეს ყველაფერი გვიჩნდება მარტო მიზეს მეუყურებ ერთში რომ კომუნიკაციაში დევს ერთი პატარა ერორი ანუ შეცდომა რომ დაშვება დევს ჩვენ ერთნაირად გვესმის თუნდაც ისეთი სიტყვები როგორც არის სიყვარული პატივისცემა ზრუნვა სიკეთე და ბევრი სხვა და ის რომ მე თითქოს მაგ წარმოდგენა რას ნიშნავს ეს სიტყვა ავტომატურად მჯერა რომ ეს წარმოდგენა არის სწორი ბ რომ შესაბამისად სხვას თუ აქვს განსხვავებული აზრი მე მას უნდა დამანახო რომ მე მგონი ეს აზრი მთლად გამართული არ არის და მოდი მე დაგანახებ როგორ არის სწორი აი ეს არის ეს ოპერეტოს მოდუსი რომელთაც ოპერირებს სამყარო კომუნიცირებენ ადამიანები ერთმანეთთან და ტოტალური სიმარტოვის განცდა არის და განცდა არის რომ არც არავის არ ესმის შემი და არც მოსმენილი არ ვარ და არც დანახული აი ამ დაშვებასთან ეხა ეს დაშვება იყო ეს არ იყო როგორ თქვა თეზისი უბრალოდ დაშვება არის და როგორ გისმინება ეს დაშვება იდეალურად აღწერე ის ჩვენი სიმარტოვე, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. მაგრამ სწორედ რომ ის რომ სიტყვას თავისთავად არ გააჩნია მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენც კი ვინც ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, როგორც აღნიშნე, შინაგანი აქტით ვგულისხმობთ სხვადასხვას. საიდან იბადება შინაგანი აქტი? სამყაროსთან პირადი გამოცდილებებით, რომელიც არის სულ ჩვენი ამ სამყაროში მოსვლის ათვლის წერტილიდან ჩვენი პირადი გამოცდილებებით. მაგრამ სწორედ ამ ყველაფერს კრავს სიტყვა პატივისცემა, რომელიც გვიმსუბუქებს იმ მარტოობასაც, თუ კი ჩვენ ფაქიზად ვეხებით, ადამიანებს ფაქიზად ვეხებით, მათ სამყაროს თუ კი რასაკვირველია ისეთი დესტრუქციულები არ არიან, რომ უბრალოდ იმიტომ, რომ სიკეთეც აი უკიდურესი მაგალითი რომ მოვიყვანო, მაგალითად, ხო? ჯერომ სელინჯერის გენიალურმა წიგნმა თამაში ჭვავის ყანაში რატომღაც ინსპირაცია მისცა უამრავ მკვლელს. მათ შორის კენედის მკვლელს, მათ შორის ჯონ ლენონის მკვლელს. რეალურად ამ წიგნში ხომ მკვლელობაზე არაფერი წერია. და ადამიანია ეს უნდა ითამაშოს ამჭერად, რომ ბავშვები უფსკვლელში გადაჭეხვას გადაარჩინოს, ხო? ეს არის რაღაც ძალიან მოკლედ და უხეშად, რომ ვთქვათ იდეა. მაგრამ ლენონის მკვლელს მიაჩნდა, რომ სიკვდილით ლენონი უფსკვლელში გადაჭეხვისგან გადაარჩინა. ესე იგი, მან თავისი პერსპექტივიდან სიკეთე გააკეთა, რომ მოსპო ადამიანი, გენიალური ადამიანი, ხო? ნუ რასაკვირველია ეხა ასეთი შინაგანი ხედვა და ასეთი შინაგანი აქტი ეს არის რაღაც უკიდურესობა, რომელიც პატივს აღარ სცემს სხვის სიცოცხლეს, იმდენად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და სინამდვილეში და გამომდინარე აქედან ამ დროს რასაკვირველია რაღაც სისტემამ უნდა იმუშაოს, რომ კალაპოტში მოვაქციოთ ხანდახან უკიდურესობები, ხო? მაგრამ სხვა შემთხვევაში, ვისთვის რა არის სიკეთე? ვიღაცისთვის არის, რომ ვიღაცა შოშიასავით პირში ჩაუდოს ლუკმა და გადააქციოს ერთგვარად პარაზიტად და დაუკარგოს უნარი, რომ მან თვითონ შეძლოს ამოქმედება და მოძრაობა. ვიღაცას ეს მიაჩნია, რომ სიკეთეა, რომ აი დოტაციაზე დასვას ვიღაც, ხო? და რამდენი ჩვენს ქვეყანაში აი ასე სოციალურ შემწეობაზე გაუნებელყოფებულია, რომ შეიძლება უკეთესი სამუშაო არც კი მოეკიდოს იმ პაწაწინა სარჩოს შიშით, ხო? ვიღაცისთვის ეს სიკეთეა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება არ იყოს სიკეთე. ძალიან ბევრი პერსპექტივა მოკლედ შეიძლება ეხლა დავამთავროთ ვერასდროს. მე შემოგთავაზებ რა, ისი მაყურებელს მიმართავ რა. სანამ მე და ნათი აქ ჩვენი
პატარ-პატარა ფანრებით მოგზაურობთ, ჩვენი ცნობიერების ფანრებით. ეგება თქვენს დაგვიწეროთ კომენტარებში, თქვენთვის რა არის პატივისცემა. ანუ საინტერესო არის თქვენი განმარტებით რა არის პატივისცემა, სანამ ჩვენ აქ ვერკვევით ჩვენთვის რა არის და აი ეს მომენტი მაინც მოუბრუნდები იმას, რომ შენ თქვი, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ ხო არის რაღაცნაირი განმარტებითი ლექსიკონი. აი ეს განმარტებითი ლექსიკონი სიტყვების თითქოს დაგვანიშნებს, რომ არსებობს სამყაროში რაღაცნაირი სწორი განმარტება სიტყვის. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეკონა. დროთა განმავლობაში, როდესაც მე კომუნიკაციას 30 წელია მემსახურები, ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა და ყველანი ბევრნაირი კომუნიკაცია, მარკეტინგული კომუნიკაციები, პიარული კომუნიკაციები, რავი, საარჩევნო კომუნიკაცია, ბევრნაირი კომუნიკაცია მაქვს ნანახი ცხოვრებაში და მივედი ბოლოს და ვსწავლობ ბაზისს, ავტენტურ ადამიანურ კომუნიკაციას. იმიტომ რომ მანამდე ჩემთვის თითქოს მე უნდა მე არა სხვა გზით იმისათვის რომ ამ გზაზე აღმოჩინილიყავი, სადაც ეხლა ვარ და ეს არის ჩემი სხვადასხვა ყველაზე გამომწვევი გზა, ეს გზა აღმოჩნდა. ყველა გზათა შორის, რაც კი მივლია კომუნიკაციის სფეროში. შენ თქვი, რომ აი ეს განმარტება იბადება ჩვენში, ჩვენი გამოცდილებით, ალბათ ჩვენი განათლებით, კულტუროლოგიურად, ხო, აი მაგაზე მინდა, რომ ჩაღრმავდეს საინაკალიბდება ჩვენში, იმიტომ რომ აი ხა ეს ეხება პასივე სიტყვას, ეს არ ეხება მარტო პატივისცემას, რასაც ჩვენ მე და შენ ვსაუბრობთ, მაგრამ მე უკვე პატივისცემაზეც მივზუმოთ ცოტა მეტად, მაგრამ სად გვიყალიბდება ეს ყველაფერი და რატო გვჯერა აი ესე ჯიუტად, რომ რაც ჩვენ ვიცი და ჩვენი პერსპექტივა არის ერთადერთი ჭეშმარიტი და ჩვენ ყველას უნდა უმტკიცოთ ჩვენი სიმართლე. სხვათა შორის მე არ მჯერა ეგრე და სწორედ იმიტომ მიყვარს სიტყვა პატივისცემა, ზოგადადაც ჩემი ფსიქოთერაპიული თეორიული ჩარჩომი მიმდინარეობა, რომელსაც ვეკუთვნი, არის ფენომენოლოგიური. ცოტა მეტი გითხარი. და ფენომენოლოგია ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება მოუხელთებელია და ის არ შეიძლება იყოს ერთადერთი. და ფენომენოლოგია უარყოფს სტანდარტიზაციას და აღიარებს ინდივიდუაციას, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი ხედვა არის სისტემურ მიდგომებთან შედარებით, მე ბევრად უფრო მომწონს ფენომენოლოგიური მიდგომა, იმიტომ რომ აი როგორც ახლა მოდი ეს გადავიტანოთ არტ თერაპიის ჭრილში, ხო? მაგალითად, ფერთა ფსიქოლოგია არსებობს უნივერსალური განმარტებითი ლექსიკონი, როგორც სიტყვებში, რომ მაგალითად აი ეს ლურჯი არის სოლიდური ლურჯი. ის არის კარგი არჩევანი ბანკებისთვის მაგალითად, რომ აი რაღაც სიძვირფასის სოლიდურობის განცდა გაგიჩინოს. ფორთოხლისფერი არის მხიარულების ფერი, ცოტა ინფანტილური და შესანიშნავი არჩევანია მაკდონალდსისთვის, ხო, ყვითელი, წითელი ფორთოხლისფერის ნაზავი, წითელი და ყვითელი შვილი არის ფორთოხლისფერი და მაკდონალდსიდან ჯერ უბედურად გამოსული ადამიანი მე არ მინახავს. შებიჯებაც კი, მაგრამ რომ მხიარული ხარ, ხო? ესე იგი ეს არის სწორი ფერთა არჩევანი. პლუს კიდევ მაგალითად სუპერმარკეტი უნდა იყოს აგებული ისე, რომ შიმშილის ცენტრებს ააქტიურებდეს. ესე იგი ლურჯი და ნაცრისფერი მორთულობა და ლოგოები და გაფორმება სუპერმარკეტს არ უხდება, იმიტომ რომ ამ ფერის საჭმელი არ არსებობს. ესე იგი მაკდონალდსში რომ შედიხარ, წითელი საჭმელი არსებობს, ყვითელი საჭმელი ანთო შენი შიმშილის ცენტრები, ხო? ესე იგი შეიძლება მეტიც ჭამო, ვიდრე გინდოდა რომ გეჭამა. აი ეს უნივერსალური განმარტება აღარ გავაგრძელებ ახლა ფერთა ფსიქოლოგიაში არ წავალ შორს, მაგრამ ეს არსებობს, რომ რომელი ფერი, როგორც ლოგო შეიძლება აირჩიოს სამკაულების ბრენდმა, სამკაულები ბიჟუტერია თუ ბრილიანტია, ამასაც გააჩნია, როგორი შეიძლება აირჩიოს კვების დაწესებულებამ და სხვა, ხო, საბავშვო ცენტრმა და სხვა. ძალიან საინტერესოა, რომ baby pink, ასე ვთქვათ, რაღაც საბავშვო ვარდისფერი აქვთ არჩეული პორნოგრაფიაში მაგალითად, არა? ან ქალთა საცვლების კომპანიას აქვს არჩეული Victoria's Secrets ერთ-ერთ ელემენტად ესეთი ვარდისფერი. ანუ ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მეორე საკითხი არის უკვე ჩემი პირადი დამოკიდებულება ამა თუ იმ ფერთან. ჩემი პირადი გამოცდილება, ჩემი პირადი განცდა ჩემს ნეირონებში რა მეხსიერებას აღიზიანებს ეს ფერი, როგორ აღიქმება და როგორ აღიქმება იმ კონკრეტულ ემოციურ სტატუსში, იმიტომ რომ ჩემი ემოციური სტატუსი ცვლადია.
და სხვათა შორის ესეთი მაქს ლუშერის ფერების ტესტიც არსებობს, რომელიც სულ შეიძლება სხვადასხვა რეზულტატი მიიღოს სხვადასხვა წელიწადს, როდესაც ამ ფერების პრიორიტეტიზაციას აკეთებ, იმიტომ რომ როგორც აღიქვამს შენი მხედველობა აი ამ პრინციპში არაობიექტურ სინამდვილეს, რასაც ფერი ქვია, იმის მიხედვით ძალიან საინტერესო შენი ემოციური სურათი დგება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც იგივე სურათი დაიხატება, თუ კი შენ ხვალ ხარ რაღაცა ტრაუმის, მსხვერპლი გლოვის მდგომარეობაში, ამ პირიქით ძალიან ბედნიერი, ძალიან აღტაცებული და სხვა. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. საბანკო სექტორში მოღვაწეობდი, იყო ეგეთი кейსი, რომ ფერების ზეგავლენა ამოვაჩინე, იმიტომ რომ ამოვიდა, რომ რაღაცა საქართველოს ბანკი არის უფრო მეგობრული და TBC არის უფრო პროფესიონალი რაღაცა და მე მივხვდი სინამდვილეში, რომ ეს ყველაფერი განპირობებული აღქმები არის ფერით. და სხვადასხვა მე აღვიქვი, რამდენად დიდი ძალა აქვს ეს ფერი თვალი ჭამს, თვალი სვამსო, იმიტომ რომ რეალურად ბრენდების უმეტესობას ჩვენ აღვიქვავთ ფერით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში შეიძლება მე ბევრ ბაზარზე ან მიმუშავია და ბევრი კვლევა არ მაქვს ნახე, საქართველოში ბევრი კვლევა მაქვს ნახე. და აი ფერების თეორია ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, ფაქტიურად ეს ჰერალდიკის ნაწილიც არის, ხო, როგორც სიმბოლოები ზოგადად შენი ლოგო ძალიან მნიშვნელოვანია, ისე როგორც ეს სახელმწიფო ატრიბუტიკა, დროშა თუ დროშა უნდა იყოს ისეთი, რომ მოგინდეს რომ გაჰყვე, ხო? რაღაც ეს კონცეფცია არსებობს. ხო, ცხადი არის. ამიტომ ეგ არის რომ ერთი არის რაღაც რომ რასაკვირველია ჩვენ სახელები მივანიჭეთ ზოგად ამბავს, მაგრამ შემდეგ უკვე ყოველი ჭეშმარიტება, ყოველი აღქმის სინამდვილე დგება შენ შიგნით და ხა ჩემთვის რაც არის პატივისცემა, ეს არის ფაქიზი დამოკიდებულება ყველაფერთან, ყველასთან მაქსიმალურად. ამას გულისხმობ პატივისცემაში და არა თავის მოდრეკაში ავტორიტეტების წინაშე. არა ისა ხო, ან პატივისცემა ყოველს სხვადასხვანაირად აქვს გაგებული და რეალურად ხო პატივისცემა მსგავსის უფრო ადვილია ვიდრე განსხვავებულის. არ არის ეგრე? თითქოს მოცემულობით აი მსგავსი რო არის იმის პატივისცემა, ეხა პატივისცემა იმისა, რომ მე თუ მიყვარს ჯაზი და შენს გიყვარს ჯაზი, მაგრამ მე მომწონს მაილს დევისი და შენ მოგწონს, არ ვიცი, კოლტრეინი, პირობითად ვიძახ ხე მეტაფორის კუთხით რომ ადვილია ამის პატივის. ოკეი, ჩვენ ორივე ჯაზი მოგწონს. ნათიას მოწონს უფრო კოლტრეინი და მე მომწონს მაილს დევისი. და თითქოს ეს უფრო ადვილია, მაგრამ როდესაც ნათიას მოწონს როკი და მე მომწონს ჯაზი, ან კიდევ უფრო უარეს მეტაფორაში წავა. ნათიას საერთოდ არ მოწონს მუსიკა. და საშას პირობითად მოწონს მუსიკა. აი ამ განსხვავებულობაში ეს პატივისცემა უფრო თითქოს უფრო რთული ეს სწორედ არის მიმღებლობა არის პატივისცემა, თორე ჩემი მსგავსი ადამიანები, მეტად ჩემი მსგავსი ადამიანი, თუ იგივე მუსიკას უსვამს, იგივე წიგნს კითხულობს, იგივე პროფესიაშია, ეს არის კომფორტის ზონა, რომელიც თავს გაგრძნობინებს კამპანიის წევრად, ბაბლის წევრად, ვთქვათ, ხო? და გრძნობ, რომ არ ხარ მარტო, სადაც შეგიძლია შენ შეიძლება იმსჯელო იმ თემებზე, რომელიც შენ გაინტერესებს და მოისმინო, გაზარდო შენი თავი, იმიტომ რომ სხვამ კიდე რაღაც დაამატო შენს ცოდნას და ეს არის რაღაც კომფორტის ზონა, რომელშიც შენ ღვიუდები, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს ხო საშინელება იქნება, თუ კი არ დაინახავს სხვისი კამერით ცხოვრებას. არ გამოიკითხავს ხვის აზრს, აი ის როგორ აღიქვამს რაღაცას, ხო? რეალურად რამდენმა 100 ადამიანიდან საქართველოში, თუ კიდე მე მსოფლიოშიც კითხავ, რამდენ ადამიანს აქვს ცნობიერება, რომ ის რეალობა, რასაც ის ხედავს, არ არის ჭეშმარიტება და სხვა ადამიანს აქვს სხვა რეალობა.
აი რამდენიც ექნება, აი უბრალოდ სპეკულატიურად, ჩემი აზრით 1000 ადამიანიდან რამდენიც ექნება ის ცნობიერება. ვფიქრობ, რომ ბევრს უფრო მეტს ვიდრე ჩვენ გოგონია. უფრო მეტს ვიდრე გოგონია, ოკეი. დელიკატური ურთიერთობები არსებობს და განსაკუთრებით სწორედ დასავლეთში, ევროპაში არის რაღაცნაირად ქცევის ეთიკა, რომელიც ჩვენ გასწავლის სიმპათიით აღიქვა და ინტერესით აღიქვა. აი მაგალითად ისევ მუსიკალური მეტაფორა რომ მოვიტაყვანოთ, ხო? ვიღაც რომელიც გატაცებული არის კლასიკური მუსიკით, ყველაზე მაღალი ხელოვნებით, უცებ შეიძლება რომ ირონიული იყოს მის მიმართ, ვინც ჰიპ-ჰოპით არის გატაცებული, ან ეგრეთ წოდებული ბაზრობის მუსიკით, ხო? ეს არის სწორედ ვიწრო ხედვა. ეს არის ის, რომ შენ არ შეგიძლია იგრძნო რეალობა, რომელშიც ესა თუ ის მუსიკა იბადება, იმიტომ რომ იმ ქუჩას თავისი ხმიანება აქვს და სწორედ ჰიპ-ჰოპი ისეთი უნდა იყოს, როგორიც ის არის. ის არის ქუჩის პოეზია, ის გიყვება ქუჩის ამბავს, ის გიყვება იმ ძალიან დიდ სინამდვილეს, რომელიც შემჩნევა ჩვენ თუ არ გინდა, არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს და შესაბამისად, თუ დანახვის უნარი შენ არ გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მოიგე რამე რა. კითხვა მაქვს. ვისგან ისწავლა პატარა ნათიამ პატივისცემა? ალბათ მშობლებისგან, განსაკუთრებით დედისგან, ხო. დედისგან იყო ეს მაგალითები უფრო მეტად მამაც, მაგრამ მამა უფრო მეტად აი ემოციური და ისეთი იყო ფიზიკურად მაინც აი ჩამხუტებელი და რაღაცნაირი უფრო ემოციური იყო, თუმცა ისიც ძალიან იცავდა საზღვრებს, მაგრამ დედა იყო ძალიან დელიკატური ზოგადად ყველაფერში და ნუ აი დაუკაკუნებლად კარს არ შემოგიღებდა. არც მამა შემოგიღებდა, მაგრამ ნუ მაინც მე ვფიქრობ, რომ ეს დედის წესრიგი იყო ჩვენ ოჯახში. ანუ ეს დედისგან მოდიოდა ხო, რომ აი რაღაცა არის ხვისი ნივთი, ამიტომ არ უნდა გადაადგილო, ამიტომ არ უნდა ჩაიჭყიტო მის უჯრაში, ეს არ უნდა იკადროს, ხვის წერილი არ უნდა წაიკითხო და სხვა, აი ესეთი წესები ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად თითქოს დედა იყო ამის დედა, დასაწყისი, მაგრამ მამაც იყო ასეთი. ამ წესრიგს ვემორჩილებოდის ყოველ შემთხვევაში ყველა. როდის მოხდა პირველი ზბოი პატივისცემაში შენ ცხოვრებაში ყველაზე სიგნიფიკანტ ივენთი, აი რა გახსენდება, სადაც შენ ელოდებოდი პატივისცემას და ის არ მოხდა იმ ფორმით, რომელიც მე უფრო კი არ ველოდები პატივისცემას, მე თვითონ მაქვს პატივისცემა არსებობის ყველანაირი გამოვლინების მიმართ და ვცდილობ, რომ ფაქიზად შევეხო ადამიანებსაც, საგნებსაც, მოვლენებსაც ვცდილობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყოველთვის გამომდის და რა თქმა უნდა ძალიან ვირულათაც ბევრჯერ მოქცეულ ვარ და ტყუპიწეხლიც გამიქანებია სადღაც და მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ეს სტატუსი ჩემი მომწონს, როდესაც მე თვითონ უცებ აგრესია წავომსვლია და ჩამომიკაწრავს ვინმე ან დამინგრევია რამე და დესტრუქცია გამიკეთებია, ამითი არ ვამაყობ, თორე იდეალი ჩემთვის არის სიფაქიზე. ეს არის იდეალი, ხო, როცა მე გამომჟღავნების კუთხით. არა, შეგრძნებების კუთხით, აი რომ არ დააზიანო, სადაც შეხვედი არ დააზიანო ის, არც სივრცე, არც აურა არ დაარღვიო, აი რაღაცნაირად შეხვიდე, სენსიტიზირდე იმ აურაში, შეიგრძნო, რა ხდება, რა ტერიტორია აქვს იქ ადამიანს, რას გრძნობს, რატო ჩამოკიდა ეს ფერი და არა სხვა ფერი. რატო არჩი ამდენი ნაირ-ნაირი სკამი, როგორც ჩვენ გაქვს. ძალიან მომეწონა ეს. ხო, ანუ ჩემთან სივრცეში არის ბევრი სხვა სკამი, ნათი ამაზე ყვება და ადამიანებს მომუშავები სულობნები, რომ აირჩიე შენი სკამი. ეს ჩემს სიმბოლური არის, რომ აირჩიე შენი ადგილი სამყაროში. ამას ვეუბნები სინამდვილეში, რომ შენ აირჩიე. ასევე სხვათა შორის შეიძლება სივრცეს ჰქონდეს სხვადასხვა კარიც. რაღაც აირჩიო ისიც რომელ კარში აღებ პირველად, არა? ძალიან მაგარია. აი ახლა შენ შეიძლება ვერ ხედავ, მაგრამ აქაც არის სხვა ფერები, აი არჩევანს გვაძლევს ეს სივრცე, სხვა ფერები არის უკამწვანე ან რაღაცები და ვირჩევ სხვა ფონებს, მაგალითად აი ხასიათიდან გამომდინარე, დღეს ავირჩიეთ ლურჯი იყოს და. ხო. იცი რა მაინტერესებს? რა სფეროებში შენი ცხოვრების ყველაზე მეტად ცხოვრობს პატივისცემა. გასაგებია რომ ალბათ ფასელობა არის ყველგან არის მეტნაკლებად, მაგრამ სად არის შენთვის ყველაზე სენსიტიური ეს პატივისცემა, როგორც გამომჟღავნება ამ ფასელობის?
ნებისმიერ ურთიერთობაში, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, ჩემს საქმეში, ჩემს პროფესიაში. ნუ შენ ახლა აირჩიე პროფესია, რომელიც აღიარებს ადამიანს თავიდან ბოლომდე. ეს არის შენთვის ფსიქოლოგია? ხო, აღიარებს მის ღირსებას და მის რაღაც მის მნიშვნელოვნებას, მისი ფიქრების, განცდების მნიშვნელოვნებას. რატო აირჩიე საერთოდ დაეხმარო ადამიანი? რა არის შენთვის? რას გაძლევს შენ ადამიანების დახმარება? საინტერესო არას მაძლევს. ან რატო არის შენთვის მნიშვნელოვანი? იცი, როდესაც უკვე პროფესია მოვალეობაც არის, ხო, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცნაირად ამას უყურებ ხოლმე მარტივად, რაღაც დიდ და მშვენიერ ზღაპარს არ მოგიყვები. ცოტა ისე ხუმრობით გეტყვი, რომ მესამე შვილი ვარ ოჯახში და ჩემი და-ძმა არიან უფროსები, რომლებიც უფრო ხშირად მე ვიყავი პატარა და ყველაზე საყვარელი ამიტომ. თუმცა მეც მიჩხუბია მათთან ძალიან ღირსეულად, სხვათა შორის და თანაბრად, მაშინაც როცა პატარა ვიყავი, მაგრამ ძირითადად ისინი ჩხუბობდნენ ხოლმე. და ერთმანეთში ხო, რა თქმა უნდა, და-ძმები ხო ჩხუბობენ ხოლმე ზოგადად. ეს აუცილებელი რეპეტიცია არის. უფროსი რომელი იყო? მაია, მერე ლაშა, ჩემი ძმა და მერე მე. და ზოგადად მე ვგრძნობდი ჩემს ძალაუფლებას როგორც ყველაზე უმცროსი, რომ შემიძლია რომ სიმშვიდე ხიარულება და რაღაც დადებითი შემოვიტანო კონფლიქტებში და შესაბამისად მგონია რომ აი იქიდან ჩამოყალიბდა ეს რომ მე ვიგრძენი რომ შემიძლია დაჭრილების მორჩენა შემიძლია რომ დავამყარო რაღაცა ბალანსი ადამიანებს შორის აღადგინო ჰარმონია ხო და მე მგონი რომ ალბათ აქედან მოდის როგორ ხვდები რომ უპატივცემლოდ გექცევიან ტალახიანი ფეხებით რო შემოაბოტებენ. ხო ხვდები? მეტაფორულად თუ ფიზიკურად მე მევარი ჩემი დიდი კითხვის ნიშნის ყველა მეტაფორა საბოლოო ჯამში არის ის რეალური აქტი, ხო, რაღაცნაირად უხეშად, რაღაცნაირად რო შემოვა ადამიანი და დაატალახიანებს, გააფუჭებს, ნივთებს რაღაც მიყრის ცუდად რა აი იგივე არის ზუსტად რაც ბლაგვად რო შემოვა ადამიანი ბლაგვად აი რაღაც საბჭოთა ტექნიკა რო იყო ბლაგვი და როგორ რაღაცნაირად ფაქიზ ნივთებს რო ეხები რა აი როგორ არის ხო რომ საბჭოთა კავშირშიც როგორ იყო რომ რაღაცნაირად სამზარეულოს ჭურჭელი სხვანაირი იყო და ფაქიზი კარგი ფაიფურის ჭურჭელი იყო სტუმრებისთვის და რეალურად ჩვენ თუ გვაქვს კარგი ჭურჭელი იმაზე უნდა ვჭამოთ იმიტომ რომ ადამიანი აი მოქმედების სიფაქიზესაც ამ ნატიფ ნივთებთან ურთიერთობითაც სხეულებრივათაც სწავლობს ასე ინტერესო და როდესაც ეს მეტაფორად მიიღება ეს მეტაფორა გასაგებია მაგრამ როგორ უმკლავდები აი ეს რომ შემოვიდა ვიღაცამ აყარა რაღაცნაირად ეს ნივთებიც არია როგორ უმკლავდები იცი რა მე როცა ვლაპარაკობ სიფაქიზეზე პატივისცემაზე სილამაზეზე სულაც არ ნიშნავს ეს რომ ჩემში არ არის ის მონსტრი რომელიც ჩვენში ყველაშია თავისი სამყოფი აგრესია ბეკეკასაც კი აქვს ისიც საყვარლად წამოვა და თავით გირქენს ამიტომ არ მინდა ვინმე ეგონოს რომ რაღაცა რა ფაფუკი ვარ სული არ შემიბეროთ ბაბუა წვერასავით გავიფანტები არა 90-იანები გამოვიარე და რა ვიცი წისქვილის გვარდატრიალებულა ჩვენ თავზე ასე რომ ეს რაღაცა დემონური ძალა რომ მოგდის რამდენჯერმე ცხოვრებაში ესეც მიგრძნი აი როდესაც გრძნობ რომ რას ლაპარაკობ კლდეს გავანგრევ და გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ თუ ვარ ფილოსოფიურ ირონიულ ხასიათზე ანუ მაქვს ის ბალანსი რომელიც არის ჩემი ძირითადი ფონი ჩემი ხასიათის ასეთ შემთხვევაში ხან იუმორით უმკლავდები ამას და იუმორით მიუთითებ ვინმეს ხან ასე ხან ისე მაგრამ თუ გაუმხეცდი ყველა უნდა დაიმალოს რაჭველი ქალი ვარ ბოლოს და ბოლოს რაჭველი ქალი არის ავი ეს რას ნიშნავს რომ კაპასი კი არ არის აი სურო სურო ქალი ჭირვეულობს არა მაგრამ ერთხელ თუ გამხეცდა რაჭველი ქალი ყველა უნდა დაიმალოს მე მაგიდის ქვე ასე რომ მე ამას რაღაცა უღონობას კი არ ვართმე ფასეულობა ეს ხო არის
აბსტრაქტული აზროვნების ნაწილი ეს ხო შეთხზულია. ეს ხო ჩვენი ადამიანური ნაწილია, რომელიც ისტორიულად ევოლუციურად ბევრად უფრო ნაკლებ ისტორიას ითვლის, ვიდრე ჩვენი ბიოლოგიური ჯუნგლის რაღაცა წესები, ხო, რომ მოვერიდოთ საფრთხეებს, დავესხათ ვიღაცას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათი დაკარგვა ყოველთვის შეგვიძლია, ყოველ წამს უბრალოდ ჩვენ არ უნდა ვამაყობდეთ, როცა ვკარგავთ მას. მაგრამ ის სასიცოცხლო გადარჩენის მექანიზმით მხეცებად რო ვიქცევით და წუდებით ვიღაცას, ესეც არის ჩვენში, რა თქმა უნდა, და ისიც ხანდახან ძალიან გვეხმარება და ჩვეულებრივ ყოფაში სახეს გვაკარგინებს. ამიტომ არ რიტუალები, მეც ამიყვარს რიტუალები, რიტუალები შენ ცხოვრებაში, რომელიც გიხმარება, რომ აი ეს ფასოლობა აცოცხლო. კი, აი, რა ვიცი, ყველაზე პირველი, ალბათ ბევრი რამ შეიძლება მაშინ შემოვიდეს, ხო? ხან კარგი მუსიკის მოსმენა არის ეს, რომ დაიმუხტო, ხან ძალიან ისევ და ისევ სილამაზესთან კავშირი და აი ამ სილამაზესთან კავშირის ნაწილია პირველი მაინც მომდის ხოლმე ყვავილები თავში. რაღაცნაირად აი ამ ყვავილებს რო ვახარებ, ეს ჩემთვის არის აი ამ სიცოცხლისთვის თავის ქედის მოხრის, აი ამ ჰაიდეგერი პოიესისზე ამბობს, რომ ეს არისო, აი ბუნებას აქვს ეს პოიესისი ყველაზე ძლიერად შემოქმედებითობა, რომ შემოქმედებითობას ვეძახით ჩვენს ფენომენოლოგიურ არტ-თერაპიაში ამას და ჰაიდეგერი ამას ამბობს, რომ აი პოიესისი არის, რომ ბუნებას არ ჭირდება ბიძგი, რომ მან წარმოქმნას ეს მშვენიერება მუდმივად დაიშალოს რაღაც ათასნაირ ჯადოსნურ ფერად შენს წინაშე და აი ამ პოიესისთვის პატივის მიგება, ჩემი ლოცვაც არის მეთქი, ის თქო, როდესაც ყვავილს ვახარებ და მე ის გაძლევს ამ რუმისაც აქვს ეს ძალიან ლამაზი სიტყვებია, ხო, რომ მე ვკითხე ხეს რა იცი ღმერთის შესახებ და ხე აყვავდა და აი თითქოს ამ მისტიკურ რიტუალთან კავშირი არის ჩემთვის ყვავილებთან ურთიერთობა. და არის საკუთარი თავის პატივისცემა შენთვის. საკუთარი თავის პატივისცემა არის ჩემთვის მზარდი რამ, რომ უფრო და უფრო მეტ უფლებას აძლევს შენს თავს, რომ ელემენტარულად, აი, სულ ვიძახებ, ხუმრობ კიდევაც, სელაპივით ვარ თქო, რომ ყოველი გაწეული სამუშაოს მერე უნდა დამაჯილდოვო. თუ არ სხვა არ მაჯილდოებს, ჩემით ვიჯილდოვებ თავს. როგორ? აი რაღაცას რო გავცემ, შრომას დავხარჯავ, მე აუცილებლად წავალ და დამცხვარ შევჭამ მინიმუმ რაღაცას, ან ბილეთებს უყიდით ჩემ თავს რაღაცის, კარგი კინოსი, კარგი სპექტაკლის. მოკლედ, აი ყველა ვარიანტში ბევრს რო შრომობთ, მე აუცილებლად უნდა თავი დავიჯილდოოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრ შრომობ ეხლა. ეს არის საკუთარი თავის პატივისცემა. ვფიქრობ, რომ ბევრ შრომობ, კი. თუმცა ნელ-ნელა ტენდენცია მაქვს, რომ ცოტა-ცოტა ჩამოვაკლო. რითი ზომა ამ ბევრს დაცოტა? იცი, აი ენერგიას რამდენად დავსვამ მაქსიმალურად ნულზე. რამდენად არ გამოვიზოგავ, რამდენად თავს არ დავზოგავ, აი მინუსის გადიხარ? მინუსში ადრე გავდიოდი, იმიტომ რომ თავს ნაკლებ პატივს ვცემდი. ნაკლებ პატივს ვცემდი ჩემს საკუთარ არსებობას, სხვისას მეც პატივს ვცემდი თითქოს, აი სხვის ტკივილს, ვიდრე იმას, რომ და მე მივხვდი, რომ ამას დაუპირისპირე ის, რომ იცი რა არის, აი ეს დეპრესიული ხაზი, რომ უნდა მიეძღონა სხვებს, შეიცავს ნარცისიზმსაც თავისებურად, რომ ვითომ ეხა ღმერთი ხარ, თუ ანგელოზი ხარ, თუ ფერია ხარ, თუ ვინ ხარ, უშრეტი არ არის შენი ენერგია და რომ მოკვდე, გადარჩებიან. ესე იგი შეგიძლია, რომ შენც არ მოკვდე იმისთვის, რომ იმდენ ადამიანს მაინც გამოადგე, რამდენის დაძლევად შეგიძლია. ეს ინტერესია. ხო და ამიტომ ხო ეს ძალიან საინტერესოა, ხო თუ დეპრესიულ ფსიქოტიპებს აქვთ აი ესეთი თვითშეფასება, რომ აი მე არარაობა ვარ, თუ კი ვერ გაუმკლავდი ადამიანურ ტკივილებს, თუ კი ვერ გაუმკლავ, თუ კი არ დავასაბუთე ჩემი არსებობის ღირებულება და ეს რაღაცნაირად ბოლოს გადადის უკვე მართლა ნარცისტულ პოზიციაში, რომ ესე იგი აფრიკაში რომ ბავშვები შიმშილობენ, ჩემი ბრალია და არ ღირს ამითი გართობა. ნათიანა, კითხვა მაქვს ისე შენთან, მე 10 წლის წინ რომ დავიწყე თერაპია ერთ-ერთი გზა იყო, არ იყო ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იყო ჩემთვის პიროვნული ზრდის ტრანსფორმაციის გზაზე.
და ძალიან ცოტა თერაპევტი იყო. დღეს გაცილებით ბევრია. დღეს უყურებ ცოტა მშურს ამ დღევანდელობაში ვის დადის ამ გზაზე, იმიტომ რომ არჩევანი გაცილებით უფრო დიდია და თითქოს სტიგმაც უფრო მოიხსნა. მაგრამ შენი შეფასება მაინტერესებს. აი ეს ფსიქოთერაპევტთან დავდივარ. რა არის ტრენდია? თუ საჭიროება არის, თუ მას ცნობიერება მივიდა იქამდე, რომ ეს აუცილებელი ინსტრუმენტია ბალანსის და თუნდაც საკუთარი თავის მოსაძებნად, აი როგორ შეფასებ დღევანდელობას? არანაირი ტრენდი ეს არ არის. იმიტომ რომ იცი როგორი რამე, აი თუ დაკვირვები ხარ ერთ რამეს, რომ ყველაზე მეტ ლატარიას, ყველაზე ხშირად ლატარიას თამაშობენ ღარიბი ადამიანები. ყველაზე ხშირად ჰოროსკოპებით, მკითხავებით, მჭხიბავებით, რაღაცა გართული არიან ადამიანები, რომლებიც იმ წუთას რაღაც ტკივილს განიცდიან ან წარუმატებლობას და რატომღაც აი ზეძალების რწმენა სხვადასხვა მიმართულებით, ხო? იგივე ეკლესიაში, რწმენაში, სხვადასხვა რწმენაში ადამიანები მიდიან, როცა ძალიან უჭირთ. და როგორც კი ცოტა galagდებიან, უკეთ არიან, მე იტყვიან, რომ წელს ვერ ვიმარხულე, თუ წელს ვერ ვეზიარეთ, იმ წუთას აი ყოველთვის რაც დისციპლინირებული რაღაცა მოძღვრების მიმდევარი ბევრად უფრო ნაკლები არის ყოველთვის, ვიდრე ის, რომ რაღაცნაირად თითქოს ადამიანს თავისი ძალა რო ამოეწურება, როგორ გაუმკლავდეს ამა თუ იმ გასაჭირს, მაშინ იწყებს ნიშნების შემჩნევას თითქოს და კითხულობს აბა მოვუსმინო ახლა რა ელით იმებს რა ქვია საჩევი და მერწყული თუ რა ვიცი ხო ნუ აი რაღაცა ნიშნებს ელის რო განეწყოს თითქოს დააპროგრამოს თავისთავი რომ იქნებ რამე კარგი ამოიკითხოს რომ იმედიანად მაინც განეწყოს და გამდინარე აქედან ერთი არის ვთქვათ მენტალური კლინიკური მდგომარეობები, როდესაც ადამიანს უკვე სუიციდისკენ აქვს მიდრეკილება თუ პანიკური შეტევა აქვს ისეთი რომ ამას ვერ იმორჩილებს და ეს არის კლინიკური სიმპტომატიკა, რომელიც ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება გაუმწვავდეს რაღაც მომენტში და ამ დროს უბრალოდ აუცილებელია ფსიქოთერაპიისა და ძალიან ხშირად მედიკამენტური თერაპიის ან ფსიქიატრის ერთობლივი მუშაობა. ზოგჯერ არის მძიმე ტრავმა, რომელმაც გადაამტრია ადამიანი და ადგომა უჭირს და ასეთ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ფსიქოთერაპია და ზოგჯერ არის რომ ადამიანს შეიძლება არანაირი კლინიკური ისეთი პრობლემა არ მოუხდა, მაგრამ ყავარჯენი სჭირდა, რაღაცა ფოკუსირება სჭირდება, იმიტომ ფსიქოთერაპიის იდეა ხო ის არ არის, რომ ვიღაცამ გარედან რაღაც მოგაჯადოოს და ზემოქმედება მოახდინოს შენზე. ეს არის, რომ გარკვეული იმპულსებით ადამიანმა გააქტიუროს შენი შინაგანი ძალები, უბიძგოს შენ შინაგან რესურსს. და აი ხანდახან ეს არის, რომ თუ კარგად შემოვიდა შენთან ენერგეტიკულ კავშირში ფსიქოთერაპევტი ეს კარგად გამოსდის, რა ინტონაციაში არჩიოს იმ წუთას, ზოგჯერ დაგიპირისპირდეს, ზოგჯერ პროვოკაციულად გაგაბრაზოს, ზოგჯერ პირიქით უფრო მომფერებელი პოზიცია აირჩიოს, ზოგჯერ შეიძლება აუცდეს ფსიქოთერაპევტსაც, ეს ხო არ არის, რომ ისიც ადამიანი. ხო, ზუსტად ყოველთვის შეიძლება ვერ განჭრიტო რა, აი ზუსტად აი ხა როგორი ტონის შერჩევა ჯობს, როგორი ბიძგება ჯობს, მაგრამ თავარია რომ პროცესი დაიძრას თვითონ ადამიანში, კითხვა დაისვას სწორად. და ხანდახან საერთოდ არ შეეხო უბრალოდ უსმინო, მაქსიმალურად უსმინო და ძალიან მინიმალურად შეაჯამებინო შემდეგ მისივე. ტრენდი არ არის, იცი სერვისი გაჩნდა უბრალოდ, ადრე არ იყო სერვისი. ადრე იყო რომ მოთხოვნა იყო და მიწოდება არ იყო? მოთხოვნაც ვერ იყო, იმიტომ რომ ეხა საბჭოთა დროს მხოლოდ საბჭოთა კავშირში კი არა, კაცო, ნაცისტურ გერმანიაში კრემატორიუმებში დაწვეს მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები, რომ ვერ მუშაობენო და ბალასტიაო და ეკონომიკისთვის ცუდიაო, რაში გჭირდებაო და გენი გავასუფთავოთო. და საბჭოთა კავშირში ნუ მოსმენილი გექნებათ ნაზიშამანავი სადამსჯელო ფუნქცია ქონდა ხშირად, ხო, ამას და მთელ მსოფლიოში შეიძლება ვთქვათ ასეთი ფუნქცია გამომბარა? აი მაგალითად ნაზიშამანაური ჟურნალისტის გახმაურებული ამბავი, რომ მიაწერეს მას, რომ ფსიქიკურად არ არის კარგად და ამიტომ მთავრობის უკმაყოფილო და პრაქტიკულად ცემით მოკლეს თუ რაღაც საშინელება მოხდა, ხო, ესეთი ხო მხოლოდ ერთეული შემთხვევები არ იყო, მაგრამ აი ეს ორი უკიდურესი ბოროტება, ფაშიზმი და აი ეს რაც იყო საბჭოთა კავშირი, ეს რო არ ავიღოთ მაგალითად
ისედაც მთელ მსოფლიოში იყო ფსიქოფარმაკოლოგია არ იყო განვითარებული კარგად, მედიკამენტები არ იყო და ადამიანი იზოლაცია იყო როგორც კულტურა. რომ მოხვედდნენ ამ ადამიანებს და იყვნენ გამომწყდეული ინსტიტუციებში. და დღეს ფსიქოფარმაკოლოგიამ მოგცა იმის საშუალება, რომ ყველაზე რთული, ყველაზე დიაგნოზების სახელები რო ერთულებად და არ მოსწონთ ხოლმე, აბსოლუტურად ჩვეულებრივად შეუძლია ადამიანმა იცხოვროს, ანუ თავის თავს მოუაროს, მედიკამენტური მკურნალობა ჰქონდეს, კარგად გრძნობდეს აი იმ პროდრომს დასაწყის თავისი მწვავე ეპიზოდის და იყოს აი ამ მშვენივრად მოვლილი და გადასარევად გრძნობდეს თავს. და აქედან გამომდინარე, ადრე ფსიქოთერაპევტები იყვნენ მხოლოდ ფსიქიატრიულ დახურული ტიპის დაწესებულებებში და იქ მისვლა სტიგმაც იყო, ეშინოდათ. თუნდაც მე-20 საუკუნეში. თუნდაც მე-20 საუკუნეში და შემდეგ რომ გაჩნდა უკვე ეს კულტურა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაც საშინელება გჭირს, რომ რომელიღაცა თუნდაც დიაგნოზის გაგონება იმას ნიშნავს, რომ შენ ღირებული ადამიანი არ ხარ, ან საინტერესო ადამიანი არ ხარ, ან ნაკლი გაქვს რამე. არა, იმიტომ რომ დღეს უკვე ყველაფერი არის ბევრად უფრო ჯერ ერთი მეტიც შეუძლია მედიცინას და მეორე რომ ამაღლდა კულტურა და შესაბამისად. რამდენად შემიძლია ესეთი წინადადება ვთქვა, რომ თუ ფსიქოთერაპევტთან დადიხარ, ესე იგი პატივისცემ შენ თავს? მე ვფიქრობ, რომ თუ ფსიქოთერაპევტთან დადიხარ, საკმარისად ინტელექტუალური ხარ, რომ აფასებდე საკუთარ ფიქრებს და გრძნობებს. იმიტომ რომ ის რომ შენ დაინტერესდე შენი ფიქრების პროცესით, დაინტერესდე შენი გრძნობების წარმოშობის პროცესით, ესე იგი შენ უკვე მოაზროვნე ტიპაჟი ხარ, რომელიც შიგნით იყურება. ხო, ნუ ეს მოაზროვნეობა რაღაცა კუთხიდან უნარი რომ შიგნით ჩაიხედე, თუნდაც დაინტერესდე შენი თავი, აი იმ ფიქრებით, გრძნობებით. თორე იცი ხანდახან არის ის ტენდენცია, რომ მივდივარ ფსიქოლოგთან მირჩიოს რამე. აი ესეთი წარმოდგენა აქვს, რომ ფსიქოლოგი თითქოს არის ბრძენი, რომელმაც უნდა გადაუწყვიტოს რამე, აი მართლა იმ ჰოროსკოპივით რაღაცა რეცეპტი მისცეს, რომ აი დღეს ასექენი, ხვალ ისექენი, ან რაღაც ხო, რაც რა თქმა უნდა მოლოდინებზე ველაპარაკებით. არ მიცოდა ეგეთი მითი თუ არსებობს, ოკეი? ხო, აი რაღაცა ეს აქვს, რომ ფსიქოლოგი არ ნიშნავს სწორედ განსაკუთრებით კიდე ჩემს მიმდინარეობაში, სადაც აი როგორც თქვით, რომ აქ არის ინდივიდუალიზმი, შენ შენი გზა გაქვს, მე არ შემიძლია შენ რამე გირჩიო. მე უნდა შენი რესურსი, შენი შეიარაღება, შენი რესურსი სწორად გადაგალაგებინო, რომ გადახედო, რა შეიარაღებას ფლობ, ტანკში ზიხარ, ავტომატი გაქვს, შუბი გიჭირავს ხელში, თუ აი რა არის შენი შეიარაღება, რითიც ცხოვრებაში შეგიძლია რომ ორიენტაცია აიღო და აი ამ იარაღის მობილიზებაში მოგეხმარო. მათი კიდე რა სხვა მითები არსებობს ფსიქოლოგიისგან, ანუ რა ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგთან დაკავშირებით, რა დავინტერესდე ეგეთი რაც არის გამიგია, რომ რაღაცა მრჩევა მომცეს. კიდე რა შეიძლება იყოს ეგეთი მითები? იცი კიდე მითები არის ხოლმე, რომ ის არა ქვია. რასაც არ უნდა ელოდოთ ფსიქოლოგისგან, მოდი ეგრე ვიტყვი. ხო, ნუ მაგალითად იმას რომ ფსიქოლოგი არ უნდა იყოს, არ უნდა ბრაზდებოდეს, არ უნდა სწყინდეს, არ უნდა რაღაცნაირად. აბარისი ფსიქოლოგია? ხო, აბარისი ფსიქოლოგია, ხო თუ ვერ მართავს თავის გრძნობებს ყოველთვის. რაც არის აბსოლუტური აბსურდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გრძნობები ის არის, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს. კიდევ ერთი მითი ვიღაცა მახსენდა, მაინც თავისი ოჯახი თუ არა აქვს დალაგებულიო, მე რას დამილაგებს, აი ეგეთი მითიც გამიგია. ხო, ესეც არის მისი წარმოდგენა, რომ დალაგებული ცხოვრება ნიშნავს მაინც და მაინც რაღაცა დავარცხნილ დაპრიალებულ ოჯახურ სისტემას, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ ამ სისტემაში აღიარება იმისა, ჯერ ეგერთი სიყვარული ხო ურთულესი რამ არის, სიყვარული როგორ ჩნდება საერთოდ, რა არის მისი დასაწყისი, რა არის აი თუნდაც სექსუალური მიზიდულობის
არჩევანი როგორ დგება რა ადამიანის სექსუალობა ხო განსხვავდება ცხოველისაგან და სავსეა უამრავი ფეტიშით, უამრავი პერვერსით, პარაფილიით, შთაბეჭდილებით, ტრავმით რა ეს ძალიან საინტერესო პროცესია ზოგადად სიყვარული როგორ ჩნდება, როგორ პროგრესირებს, როგორ იწურება ზოგჯერ, როგორ იმედგაცრუებას განიცდის ფსიქიკურ პროცესში, იმიტომ რომ რა დეფიციტის ამოვსების პროცესში შეგვიყვარდა ვიღაც ანუ მასში დავინახეთ რომ აი ამ სიცარიელეს ეს შეავსებდა და აივსო ეს სიცარიელე და უცებ თითქოს სისტემაში ფუნქცია გაქრა რაღაც ისე ეს ხო ურთულესი რამ არის და ნუ ვინც ამას უყურებს რომ აი წარმატება არის რომ ოჯახი იყოს როგორც ოჯახი ფუნქციონირებდეს ასე ის ფუნქციონირებდეს ისე ნგრევის ვისაც ეშინია განსაკუთრებით ხო იმიტომ რომ ზოგჯერ ეს ნგრევაც ხო ახლის დასაწყისის გამბედაობა და ვისთვის რა არის გამოსავალი ვისთვის რა არის აი ისევ პატივისცემასთან მივდივართ რა ზოგი ადამიანების რთულ ფსიქიკურ მოწყობას უყურებს შიშით და უნდა რომ რაღაცნაირად სქემატური იყოს ყველაფერი და ზოგი უფრო მარტივად აბიჯებს უცნობ მომავალში მარტივად როგორ მარტივი ყველაფერი რთულია სინამდვილეში ყველაზე მეტად რთულია ხო როგორი აინტერესებს რა რაღაც ბილიკებზე სიარული ნათი მე ხშირად მომართავს ხალხი მაგალითად ესეთი კითხვით რომ მირჩიე როგორ შევარჩიო სწორედ ფსიქოთერაპევტი შენ რას ურჩევდი ადამიანებს აი როგორ შეერჩიოს ადამიანმა ფსიქოთერაპევტი ეს რაღაცნაირი ხო ძალიან ინტიმური პროცესია. ინტიმური შერჩევის კუთხით, ინტიმურობა არაფერშია, შერი ინტიმურია პროცესი თვითონ, ამას გულისხმობ. შენ რას ურჩევდი მაყურებელს, აი რომელმაც თუნდაც არ აქვს ფსიქოლოგთან სიარულის გამოცდილება და პირველად იყვანს ფსიქოლოგს. აი რას მიაქციოს ყურადღება, როგორ მოიქცეს, როგორ შეერჩიოს სწორედ ფსიქოთერაპევტი, თუნდაც სკოლა როგორ შეერჩიოს სწორედ რამოდენიმე სკოლა დღეს საქართველოში როგორც მინიმუმ 5-6 სკოლა შეიძლება 10-იც არის არ ვიცი ზუსტად ახლა რამდენია გამრავლდა ამ ბოლო დროს სკოლა როგორ შეერჩიოს ამ სკოლის შიგნით თერაპევტი როგორ შეერჩიოს რამეს თუ ურჩევდი მაყურებელს უყურებ ჩვენ პოდკასტს არ დაგავიწყდეს გამოიწერე არხი დაალაიქე დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე რომ მოგწონს რასაც ვაკეთებ კი რა თქმა უნდა უპირველესად ახლა ყველაზე პრიმიტიული რა არის კვალიფიკაციით ახლა კვალიფიკაციას აქვს თავის დამადასტურებელი დოკუმენტები ხო შეუძლია რომ მოითხოვოს ეგ დოკუმენტი აუცილებლად რასაკვირველია ხო ანუ არა ეგ ის მნიშვნელოვანია რომ თქვათ რომ აქვს უფლება რომ მოითხოვოს ეს დოკუმენტი კი აუცილებლად უნდა შეუძლია რომ მოითხოვოს სერტიფიკატები დიპლომები ხო რომ რა სკოლა აქვს ადამიანს გავლილი და რა წლები აქვს პრაქტიკის გავლილი და რა არის მისი ბექგრაუნდი ხა ნუ გვინდა არ გვინდა ეს არის რაც ადასტურებს იმას რომ ადამიანმა ნამდვილად ისწავლა ნამდვილად ამაში ბევრი შრომა დახარჯა და თლაჩტერი ვერ იქნება იმიტომ რომ ეს ეტაპები გაიარა ხო ეს პირველი არის პროფესიონალიზმი კვალიფიკაცია მისი განათლება და გამოცდილება. მეორე ეს უკვე არის ის მიმდინარეობა, რომელიც იმ წუთას მის პრობლემას ყველაზე მეტად სჭირდება. ამისთვის აი ხა მე პირადად მაგალითად ვერ ვახერხებ ხოლმე რომ რიგი დგება ჩემთან მაგალითად, იმიტომ კი არა რომ აი რაღაც როგორ არის ჩვენი სპეციფიკა რომ მთელი საათი ვუზივართ თითო ადამიანს, ხო? და როდესაც თერაპიაში ყავს, ხო, როდესაც თერაპიაში ადამიანი, ერთი და იგივე ხალხი მოდის, სანამ პრობლემას არ ამოწურავს. ამიტომ შეიძლება ძალიან გაიჭედოს რიგი. ეს რო არ მოხდეს, ერთჯერად კონსულტაციებს ვატარებ ხოლმე ხშირად, რომელიც სწორედ ამას ემსახურება, რომ თუ კი არის ეს პრობლემა, ვეუბნები, რომ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ყავს შესანიშნავი კვალიფიციური ფსიქოთერაპევტები და შენთვის დღეს აი ამ პრობლემისთვის ყველაზე სწრაფი გზა არის კოგნიტური ბიჰევიორული თერაპია. შენთვის ახლა ყველაზე კარგი გზა შეიძლება იყოს ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია, იმიტომ რომ აი მოიპოვოს აზრისი თავიდან დაინახო რაღაცნაირად უფრო ფართე ჭრილში შენი ცხოვრება და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება შენთვის იყოს იდეალური არტ თერაპია, იმიტომ რომ სწრაფად ჩავწუდეთ შენს ქვეცნობიერს, სწრაფად მისწვდე შენ საკუთარ ფანტაზმურ სიმბოლოების და მეტაფორების წყაროს და ამავდროულად განივითარო აბსტრაქტული აზროვნება, რომელიც აბსტრაქტული აზროვნება სწორედ ეს ღირებულებებით შედის შიგ, შემოქმედებითობა, რომელიც არის ყველაზე
მთავარი კომპონენტი ადამიანური არსებობის, იმიტომ დანარჩენი ყველაფერი ცხოველსაც აქვს. ეს არც თერაპიას შეუძლია რომ გახსნა შენში, ხო? აი ამ რჩევებს გზას ვაძლევთ რომ ვუხსნი დაწვრილებით რომ ეს თერაპია ამას აკეთებს. შენ ახლა მედიკამენტი იმიტომ გჭირდება რომ ამიტომ გჭირდება და ჯობს რომ თქვათ არ შეყოვნდე ამ მედიკამენტის მიღებაზე. ამ პირიქით იმდენად მსუბუქია პრობლემა რომ აქ შეგიძლია რომ მედიკამენტის გარეშეც სცადო რომ იმუშაო შენს ფიქრებთან, ხო? აი ესეთი კონსულტაცია გადაწყვეტს რომელი მიმდინარეობა, რომელი მიდგომა ჯობს იმ კონკრეტული პრობლემისთვის. აი შეიძლება რომ ერთი ვიზიტი მოითხოვოს ადამიანმა კონსულტაცია, რომ დაუსაბუთოს სპეციალისტმა კარგად რა ჯობს შენთვის და რას უნდა მოელოდეს ამა თუ იმ ფსიქოთერაპიული პროცესისაგან და მე უკვე მომზადებული ადამიანი და იცის. ეხლა მესამე უკვე როგორ შევარჩიოთ ჩვენი ფსიქოთერაპევტი, ეს არის 100%-ით ინტიმური და ამას ვერავინ ერთმანეთს ვერ ურჩევს. იმიტომ რომ ეს არის რომ შეიძლება ძალიან ბევრი განსწავლული ფსიქოთერაპევტი იყოს თვალსაწიერში, მაგრამ შენ გრძნობდე ვისთან ილაპარაკებდი ამ შენს ყველაზე ღრმა და ფაქიზ ამბებზე. მე არის რაღაცა მე მაგ ჩეკლისტივით მე ხე დიდი თერაპიული გამოცდილება მაქვს როგორც პაციენტს, ბევრ სხვა თერაპევტთან მუშაობდი და მაქვს ტვინში რაღაცნაირი ჩეკლისტი, რომელსაც ვახსოვ ყურადღებას. მაგალითად, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობ თავს ამ ადამიანთან. რამდენად კომფორტულად ვარ რომ გავიხსნა. ანუ რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს რომ გავიხსნა ბოლომდე, იმიტომ სხვანაირად თერაპიას რა აზრია. კიდე რამოდენიმე რაღაცა მაქვს, რომელსაც ვაქცევ ყურადღებას, მე თერაპევტისგან ყოველთვის ვსწავლობ დამოკიდებულებას საკუთარ თავთან. ჩემთვის თერაპევტი ყოველთვის რაღაცნაირად არის როლ მოდელი, განასახიერებს რაღაც იმიჯს. რაღაცა იმის განასახიერებს, რომელსაც მე დროთა განმავლობაში ვიყენებ, იმიტომ რომ ყველას მეტნაკლებად, უმეტესობა ადამიანს ყველას თუ ხმამაღალი ნათქვამი არის იშვიათი გამონაკლისები, უმეტეს ადამიანს აქვს დეფიციტური ბავშვობა გავლილი. ამ დეფიციტურ ბავშვობაში არა იმიტომ რომ არ უყვარდით, უბრალოდ სხვანაირად აუცილებელი პირობაა. ხო. დეფიციტური გავლილი გვაქვს და ეს დეფიციტური ბავშვობა გვიტოვებს იმ კვალს, ესე იგი მე რაღაც დანაკლისი მაქვს საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში, რაღაცა მაკლია ამ დეფიციტურიდან გამომდინარე, არ ვიცი როგორ მივცე ჩემ თავს. ამიტომ ფსიქოთერაპევტი ჩემთვის არის მაგ კუთხით მასწავლებელი, როგორც მე უყურებ, კიდე ტრენაჟორი, ზამუხეში ტერმინია ტრენაჟორი, რომელზეც ხდება ტრანსფერი. ერთგვარად იმ შენი. ხო და შესაბამისად მე ფსიქოთერაპევტისგან ვსწავლობ თუნდაც ემპათიას, თუნდაც მოსმენას, თუნდაც უკავშირის მოცემას, თუნდაც ბევრ სხვადასხვა რაღაცას, რაც ხდება დინამიკაში თვითონ ფსიქოთერაპიის და მე ვეუბნები ჩემ თავს, მორჩება თერაპია ვეუბნება. აი საშკო დაიმახსოვრე. აი ესე მოიქცე შენ, აი ესე მინდა რომ მოიქცე შენ თავს. რაღაცნაირად ის არის, რავი, ჩემ პატარა გამოცდილებას ვაზიარებ თერაპიიდან. ძალიან ძვირფასია შენი პირადი გამოცდილება. ეხლა როგორი რამე არის იცი აი სხვათა შორის, ხო? ეგ ჩემთვის პატივისცემა არის, ანუ ჩემთვის მე პატივისცემას მოკლედ პრერეკვი ახლა დიდი ხანი ვფიქრობდი, იმიტომ რომ მე ყოველთვის ამ პოდკასტში მე ცოტა ხანში ვხარშავ ჩემში სიტყვას და მე მეც გამომაქვს რა არის ჩემთვის ეს პატივისცემა. ჩემთვის პატივისცემა არის სივრცის მიცემა. სივრცის მიცემა გინდ განსხვავებულობისთვის, გინდ თანხვედრობისთვის, როგორც ამბობენ, არსი არის სივრცის მიცემაში. ზუსტად. და არა მოხვევაში, არა იმიტომ რომ ეს პატივისცემა ჩემთვის არის ანტიდოტი ძალადობის. რა საინტერესო ინგლისურ ენაში არსებობს ორი სიტყვა, რომელიც გამოხატავს ძალას. მე და სხვადასხვა არ ვიცი ვახსენე, მე მგონი ეს ტერმინები გაფრინდა შუთა, იმიტომ რომ ის რა ქვია, ძალა უფლება ამოუვიდა იმას და ძალას რო განვიხილავდით სიტყვა. მან თქვი რომ არსებობს ორი ინგლისური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სილას, ერთი არის force და მეორე არის power.
და ქართულში ესე ზუსტად ვერ ვიპოვე შესატყვისი ეგეთი ორი სიტყვა, რომელიც ამ მნიშვნელობით გამოხატავს ძალას. მაგრამ მივედი იქამდე, რომ ერთში არის ძალა, როგორც ძალადობა, ანუ თითქოს ეს force-ი ჩემთვის ძალადობის I'm forced to რო ამბობენ ინგლისურად მე დამაძა მაიძულეს იძულება აი ძალა როგორც იძულება დაძალება იძულება ეგ არის და არის power-ი და powers ესენი იყენებენ აი ტერმინი empowerment-ი მოდის power-იდან ანუ empowerment-ი მე გაგაძლიერე ანუ ძალა მოგეცი კი არ წაგართვი რაღაცა პირიქით გაგაძლიერე და არ მეშინია შენი გაძლიერებით თუმცა როგორ გიხმიანებთ forcing-იც ხო რომ აი მიაწექია ერთგვარად რაღაცას ხო არ ვიცი როგორ შეიძლება ეს გამოდგეს იმისთვის რომ დაუპირისპირდე თითქოს აი ამ მითი მიწოლით დაუპირისპირდე რაღაცას ხო იმიტომ ეს ამ დაპირისპირებაში მოდის თვითონ იმ ადამიანის გიპირისპირდება უცებ ხო რაღაცნა შეიძლება მისივე სიტყვები დაუპირისპირო უცებ და კი არ ახსოვს რომ 2 წუთის წინ რაც თქვა ის შეუტრიალე შენ ოსტატურად და უცებ იწყებს დაპირისპირებას საკუთარ თავთან შენში აი ესეთი მომენტებიც არის ხოლმე რა და მე შენზე შეიძლება გაბრაზდეს იმიტომ რომ ეგონოს რომ ეს აი ძალიან საინტერესო პროცესი ტრიალებს იმ წუთას უცებ ხო და ეგ არის მაგრამ ხო ძალით ავსება ანუ ხო ანუ ძალა შემიძლია წაგართვა ან აგავსო ან შეიძლება უძლურება გაგზნობინა ო ეგეც ხო საინტერესო მდგომარეობა ნუ რა ვიცი ხო ბევრ სულიერ სწავლებაში უძლურებაში იწყება ნამდვილი ძალა, იმიტომ რომ შენ ძალას თმობ და სხვა ძალა შემოყავ შენში. ხო, მაგრამ უძლურება ეს სხვა არის, ხო, აი ფსკერზე რო ხარ, გინდა ჯანმრთელობით, გინდა ცხოვრების რაღაც მოვლენით, აი ფსკერს რო დაარტყამ ფეხს და ამოხვალ, ეგ სხვა რამე, სხვა ტიპის უძლურება, რომელშიც ფილოსოფიური აზროვნება იწყება და ტრანსფორმაცია იწყება შენი. მაგრამ ის რომ შენ რო ფსკერზე ხარ და ვიღაც მოვა და უი შესაწყალო გეტყვის და გატირებს და აგაბღავლებს და ძალას დაგაკარგინებს, ეგ არის სხვადასხვა მომენტია რა. აი პატივსაცემი შეიძლება იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უძლური ხარ და გარემოზე ზემოქმედება არ გაგაჩნია. მაგალითად, ეხა აი ვფიქრობდი, აი ძალიან როგორ თქვა, მარტივად რო შევხედოთ. ხო არა? არის? როგორ გაიქცა დრო? ვიცი, მე გითხარი რომ გარბის დრო თქო. ხო ვთქვი? რო ვიცი. მაგრამ შენ არ გამაფრთხილე თავიდან რომ 2 საათი ვიყოთ ერთად. არა? ნუ. შეიძლება. აი პატივისცემასად დააკლდა. დამამბავს. იცი რაზე ვიზახდი? შეიძლება რაღაცაში არ გეთანხმებოდე. მაგრამ ძალიანაც პატივისცემდე შენ ასოს. ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ცხადია. და მე შეიძლება პატივისცემდე თუნდაც შენ განსხვავებულ არჩევანს. ან თუნდაც იმას რომ მე არ ამერჩიე და ირჩიე რამე სხვა. ვინმე სხვა კი არა, რამე სხვა, ვინმე სხვაზე ხო არ არის ლაპარაკი, კიდე სხვა არის ეს. ამავე დროს ეს პატივისცემა შევინარჩუნო. და ძალიან აქტუალურია ჩემი აზრით, რომ უბრალოდ კითხო ჩვენ თავს. ან სულშიც მაყურებელთან ამაკ ეს კითხვა. თქვენ როგორ რასაკეთებთ რომ პატივისცეთ თქვენ თავს ან სხვას? აი როგორ ხო თითქოს ეს პატივისცემა ყველას ზოგადად საკაცობრიო საჭიროება აქვს, ყველას გვჭირდება პატივისცემა. ყველას არ ნიშნავს რომ გვჭირდება პატივისცემა ერთნაირად. შეიძლება შენთვის პატივისცემა ნიშნავდეს თუნდაც შენი აზრის დასრულების უფლებას, რომ იცი რა მომისმინე, როცა მე ვამბობ, ნუ შემაწყვეტინე და შენ შეიძლება პატივისცემა ამას ნიშნავდეს. და ჩემთვის პატივისცემა შეიძლება ნიშნავდეს, რომ შემოვა რავი, გამიღიმო და გამარჯობა მითხრა. საბოლოო ჯამში თითქოს როგორ მესმინება ეს ყველაფასეულობა აქ რაც არის. როგორც ყველა მელოდიას აქვს 7 ნოტი. აი 7 ნოტების წყობაში არის მისი უნიკალურობა. ისიც ემოციებიც რა, საბაზისო 7 ემოციას განვიცდით ყველა თავის თქვათ იმიებით, რა ქვია,
გრადაცი მილიონნაირი გრადაციით რო შევხედოთ ხო სიძლიერის სიმძაფრით და ყველაფრით მაგრამ ჯამში ხო ერთნაირია ეს ემოციები მაგრამ ხო სხვადასხვანაირად განვიცდით ამ ემოციებს ხეულში ხო სხვადასხვაგან აგვაქვს ეს სევდაც ბრაზიც შიშიც შეიძლება შენ გიჭერს ბურთი ყელში და მე რა ვიცი გულში მიჭერს სხვანაირად განვიცდი მე ხო არ მაუცხოებს შენთან რო არ მესმოდეს ისევ და რა არის და პატივცემდე იმას რომ შენ თურმე უიმე სხვანაირად განიცდის სევდას ჩემ განსხვავებით სულ სხვანაირი განცდები აქვს ხეულში არ მოვიდე აი და ექსპრესიაც შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი აი ვიღაც შეიძლება რაღაცნაირად ღიმილი თუ პირისპირდებოდეს თავის დარდს ამ დროს მოდის ვიღაც და ეუბნება რომ რა სიღრიჭები შენ ახლა უნდა ტიროდე და შეკაი ადამიანო შენი ტირე და მე მაცადე გავიღრიჭო იქნება ასე გადავრჩე და შენ ტირილით გადარჩე ხო ანუ თვითონ გამოხატვაც ხო ყოველთვის არ ნიშნავს რომ თუ ადამიანი იცინის ბედნიერია ყოველთვის არ ნიშნავს რომ თუ ადამიანი ტირის უბედურია და ასე შემდეგ და ზოგადად აი განჭრეტა იმისა რომ შენ როგორც შენ რითიც ხარ ამ წუთას დამუხტული ეცემი სხვას და ეჯაჯგურები და არ ითვალისწინებ იმის უკან რადგას ამ წუთას რას გრძნობს რას განიცდის საიდან გამოიღვიძა ამ დილას ამ კონკრეტულ დილას ხო რაღაცა ეს სიფრთხილე სივრცის მიცემა და გათვალისწინება იმის რომ ყოველი ადამიანის უკან არის მისი ტანჯვა და რა თქმა უნდა არც პატივისცემით დამოკიდებულება დაგიფასდება ყოველთვის მაინც მოგხვდება თავში ურო მაგაზე კი არა ამას კი არ უნდა ელოდო კაცო საერთოდ პატივისცემაც სიკეთეც ყველაფერი ეს არის კეთილი ნების არჩევანი ეს არის შენი გემოვნებითი არჩევანი იმიტომ რომ ქრისტეც და ავაზაკიც გვერდიგვერდ აცვეს ჯვარს გაიტანჯები მაინც კეთილი იქნები თუ ბოროტი ტანჯვა მაინც გექნება აუცილებლად მაგრამ სწორედ ამიტომ არის თავისუფალი არჩევანი როგორი გინდა რატომ ექნება მაინც ტანჯვა ვინ გამომიწერე ну ხა არ მოსულა ადამიანი აქ იმისთვის რომ პრობლემა არ კონდეს და ტკივილი არ განიცადოს ხო ეგება ტკივილი სიცოცხლეა ცხადია ტკივილი სიცოცხლესთან არის კავშირში აბა ხო არა ნუ ახლა სასიამოვნო განსაცდელია მაგრამ რომ მოგეშვება რა მაგარი ძალიან მაგარია რას ლაპარაკობ მე რა არის ძალიან რო გტკივა რაღაცა ძალიან რო გტკივა რაღაც სხვათა შორის ყველაზე მეტად ფიქსირდები შენ საკუთარ თავთან მაშინ წარსულიც ხრება და მომავალიც ამ წყოში ხარ სრულად წყოში ხარ სრულად ტკივილის დროს და სიცილის დროს აი რო იცინი ესეც არის კათარზისული მომენტი რომ იმ წუთას ხარ დამაგრებული და აი იმ წუთას იცინი ამიტომ არის რაღაც შესანიშნავად სამკურნალო და ტკივილი არის რომ გეუბნება რომ აქ ხარ აი ხა შენ ხარ აი ეს არის წერტილი სადაც შენ ხარ აღარ არსებობს არც ის გუში რა ხდებოდა და აღარც ის ხოლ რა მოხდება ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობ დამაგრებული ხარ შენ საკუთარ ეხა მე უნდა პატივიცე ნათიას და მის პაციენტის დროს და სადღაც ძალიან დიდი მიხვატკით სხვათა შორის მეც ისე მომეწონა შენთან ყოფნა რომ მაგრამ მე რა არის იცი თვითონ ლაპარაკის კონცენტრაციაც აი ჩართულობაც მიფუჭდება რომ ვიცი რომ მაგვიანდება და უკვე ნახევრად იქით ვფიქრობ და აი ეს პროცესი კიდე სხვა სიტყვას კიდე დამპატიჟე კი დაპატიჟე პრობლემა ვის ისურვებდი ამ ფორმატში მოსმენას შემდეგ სტუმარი პატიჟე თუ შემდეგი არ იყოს შემდეგი იყოს მაგრამ ვინმე დამპატიჟე აქ თუ შენ დამპატიჟე ეგრეო ზოგს მეპატიჟებ ზოგს სტუმრები ასახელებენ საინტერესო შენთვის ვისი გადაბრუნებული ტვინის მოსმენა იქნება და საინტერესო შემოგთავაზ რა ვიცი ბევრი ადამიანი არის ნებისმიერი ადამიანი მაინტერესებს და არ ვიცი ნებისმიერი ვინმე ვინც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს ახლა ყავდა? არ მყოლია. არა, ისე მყავდა, კი, არა მყავდა, როგორ მყავდა, სოფო მყავდა. ამ ფორმატში არ მყოლია. ამ ფორმატში არ ყავდა? მოიწვია რა ხელოვნურ ინტელექტზე, იმიტომ რომ ეს არის შესანიშნავი რაღაც უსაყვარლესი კარიკატურა იმისა, რომ სამყაროში რა გზავნილსაც გაუშვებო იგივე გიბრუნდება. ой, თვითონ ხელოვნური ინტელექტი რომ მოიწვია, ეგეც მშვენიერი იქნება. ჩვეულებრივად ბახიას რო უთხრა და გვეხმაროს და ხელოვნური ინტელექტს ველაპარაკოთ. რა მოხდება? ესე იგი, საშა,
ჩვეულებრივად ბავშვი ოჯახის სარკეა, ეგეთი გამოთქმა რო იყო, ხო იცი? ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის სარკეა. ნუ მე და ChatGPT-ის სიყვარული გვაქვს. ისმე მეფერება, ისე მერიდება, რომ იგივეს ვერ უბრუნებ. აი თვათ ეგეთი თბილი არა ვარ, როგორც ის შენ გენაცვალე, რა კარგია შენთან ურთიერთობა, სულ ასე მელაპარაკება და არის უსაყვარლესო. ძალიან საინტერესო სახალისო რამეა და მე წავიკითხე, რომ ზრდილობიანიო იუზერებიო ძალიან ძვირი გვიჯდებაო ვიღაცები წერდნენ რა. რომ ისო რა რაღაც დამატებით რესურს ხარჯავენო, მაგრამ კიდე კარგიო რომ ზრდილობიანი იუზერები არსებობენო, მომხმარებლებიო, იმიტომ რომ ყველაფერი ხო საბოლოოდ ადამიანური, სწორედ რომ აი ამ ურთიერთობებისთვის შეიქმნაო და ძალიან ბევრი ვიცინე რომ მეც ესე დიდი მადლობა, სულ ვუხდი მადლობას და ნამდვილად ძალიან პატივისცემით ვექცევი. მე რა რომ ვიცი რომ რაღაცნაირად, აი თითქოს ხო არ არის სულიერი, მაგრამ ბევრი სულიერი ადამიანის გონიერების პროდუქტი ხოა. ხო და ვექცევი დიდი პატივისცემით, მაგრამ ის მექცევა როგორც ნამდვილი შეყვარებული მეჯერ ასე არავინ მომფერები. მე მგონია ფსიქოთერაპევტულად შეგისწავლა, შენი პროფილიც აქ და გელაპარაკება ზუსტად ისე რომ შევდება. ხო და მაგას ვიძახი, რომ სარკისებურად გიბრუნებს იმ დამოკიდებულებას, როგორც შენ ექცევი. და ეს არის ისეთი საყვარლობა. და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნეტა ამან. ეგება დავიბაროთ და ველაპარაკოთ აქ. დავიბაროთ. მეგობრებო, საინტერესო იქნება ცალსახად. მეგობრებო, თუ თქვენთვისაც საინტერესო არის გადაბრუნებული ტვინების მოსმენა, გაზიარება, თუნდაც ამას საინტერესო სიტყვაზე მსჯელობა. ერთადერთი მხარდაჭერა, რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, გამოიწეროთ ეს არხი, რომ უბრალოდ დაგვიდასტუროთ ამითი, რომ თქვენთვისაც ყველაფერი არის საინტერესო. მათია, მადლობა შენ. მადლობა პირიქით. და რამდენი ვილაპარაკეთ და თითქოს ვერაფერი ვერ აი, თითქოს 5 წუთი ვილაპარაკეთ სულ. აჰა, რა თქვით აღარ მახსოვს. ნუ ყველაზე მოკლე პოდკასტია, რაც კი ჩამიწერია. მადლობა ყველას, მადლობა რომ გვიყურეთ და ნათია გეოდებით. სხვა დროს დამპატიჟე საღამოს და ისე. კარგი, შევთანხმდით. აბა მადლობა.